EUTOS თავმჯდომარის პირდაპირ მხილება ბრიფინგზე, სადაც ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრიც იდგა. განცხადებების სიმწვავე პირდაპირ მნიშვნელობით აისახა ბოჭორიშვილის გამომეტყველებაზე. შემზღუდავი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ოპოზიციის ლიდერების დაკავება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, რომელიც საქართველოში კითხვის ქვეშაა. ქართული ოცნებისა და მისი ეგრეთ წოდებული მინისტრის გასაგონად EUTOS თავმჯდომარემ, რომელიც ამასთანავე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც არის, მკაფიოდ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება და რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს როგორი მომავალი უნდა. ჩვენმა კორესპონდენტმა ნატალი ჯახუტაშვილმა იცის უფრო მეტი, რა ითქვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. სულ ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჩვენ მოვისმინეთ უკიდურესად მწვავე გზავნილები EUTOS თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიცაა. EUTOS ხელმძღვანელი დაუფარავად, ერთმნიშვნელოვნად და ძალიან ცალსახად აცხადებს, რომ პარტნიორებისთვის ყოველად მიუღებელია ის ნაბიჯები, რაც იდგმება ქართული ოცნების მხრიდან. მან შეშფოთება ვერ დამალა იმ რეპრესიული კანონების გამო, რასაც იღებს დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდი და პირდაპირ განაცხადა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხელისუფლებები არ დევნიან მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ასევე EUTOS თავმჯდომარემ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა დაცული იყოს საქართველოში აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს პოლიტიკური ლიდერების დაკავების ფაქტსაც და აცხადებს, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და ამასთან ერთად EUTOS ხელმძღვანელმა არ დამალა ისიც, რომ ახლა ქართული ოცნება ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია და უნდა მოძებნოს მმართველმა ძალამ გამოსავალი, რომ ნდობა ხელახლა მოიპოვოს. გავაჟღერე სერიოზული საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს გააჩნიათ EUTOS ფარგლებში და ჩვენს უწყებებს გააჩნიათ ადგილობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათ შორის შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ეხება და ის საკითხები, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას ეხება. ბოლო დროინდელი მოვლენები და განვითარება მოვლენების, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესვლა და ჩვენ ასევე ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომელიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება და თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე, პირიქით. არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბევრი სხვა ინსტიტუცია არის დემოკრატიული მედეგობის შემადგენელი ნაწილი. ისინი ინოვაციებს უწყობენ ხელს და მათი ხმა არა მარტო უნდა ისმოდეს, არამედ უნდა იქნეს დაცული. სწორედ ამიტომ საქართველოში ვიზიტი არის აქცენტირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება და ასეა საქართველოშიც. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს როგორი მომავალი უნდათ და როცა EUTOS საკითხებს ეხება, საკითხი საბოლოო აქტი არის ჰელსინკის 10 პრინციპი, რომელიც მოიცავს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას, რასაც საქართველო აბსოლუტურად იმსახურებს და საქართველოს მოსახლეობაც იმსახურებს, რომ ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ჩართულობის და იმ თავისუფლებათა პრინციპები იქნეს დაცული. საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, ნდობის აღსადგენად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. დახურული
შეხვედრის შემდეგ ეუთოს თავმჯდომარემ მედიასთან ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზეც, განაცხადა, რომ ეს დისკუსია უნდა გახდეს უფრო მეტად ეფექტიანი და თავად ეუთოც ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ საქართველოს საზღვრები იყოს დაცული. რაც შეეხება მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, მაკა ბოჭორიშვილი უსმენდა ამ კრიტიკულ გზავნილებს, თუმცა არ გამოეხმაურა საჯაროდ ეუთოს ხელმძღვანელს და ისაუბრა მხოლოდ იმაზე, რომ ქართული ოცნება მზადაა თანამშრომლობისთვის და ასევე შეეხო ოკუპაციის საკითხსაც. ეუთო აფასებს საქართველოს მუდმივ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ინციდენტების შეჩერების და პრევენციის მექანიზმში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც საშუალებას გაგვაძლევს, რომ საზღვრის დაცვა იქნეს უზრუნველყოფილი. ჩვენ ვხედავთ მეტი საქმიანობის პოტენციალს ამ მიმართულებით და საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს. ეუთო მზად არის, რომ ექსპერტული დახმარება უზრუნველყოს ეუთოს მონიტორინგის მისიასთან ერთად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ შერიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი მშვიდობის შენებლობის პროცესში საომავლოდ და მოგიწოდებთ, რომ ამ მიმართულებით მეტი გაკეთდეს. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების და გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ევროკავშირთან შინაარსიანი საქმეზე ორიენტირებული დიალოგის არსებობის მნიშვნელობას, რაც ორივე მხარისთვის იქნება შედეგის და სარგებლის მომტანი. ჩვენთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზადყოფნას გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების და ზოგადად ორგანიზაციის ფარგლებში. ეუთოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თბილისში დღეს ჩამოვიდა, ხვალ ასევე ეუთოს თავმჯდომარე ჩავა საოკუპაციო ხაზთან და ასევე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძესთანაც და სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრსაც მოუწევს დახურულ კარს მიღმა ასეთი მწვავე გზავნილების მოსმენა ეუთოს დელეგაციისგან.